Union should express more support to what ევროკავშირმა მეტი მხარდაჭერა უნდა გამოთქვას იმ ერთადერთი სტაბილური და მშვიდობიანი გამოსავლის მიმართ, რომელიც მმართველ პარტიას და საპროტესტო მოძრაობას შორის არსებულ დაპირისპირებას მოაგვარებს, რომელიც უკვე მეხუთე თვე აგრძელდება. ეს გამოსავალი თავისუფალ და სამართლიან გარემოში ხელახალი არჩევნების ჩატარებაა. ამის მშვიდობიანი ალტერნატივა არ არსებობს. თუ ჩვენ ამას ვერ შევძლებთ, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს სრულად მართვის რუსულ მოდელზე გადავა. და ეს იქნება მსოფლიოს ამ ნაწილში ევროპული პოლიტიკის მარცხი, მსოფლიოს იმ ნაწილში, სადაც ათწლეულების განმავლობაში ხარჯებოდა ევროპის რესურსი და ძალისხმევა. თუ ევროპა, რომელიც საკუთარი ძლიერი მხარეების და ავტონომიის ხელახლა აღმოჩენას ცდილობს, ვერ შეძლებს პროევროპული მოსახლეობის მქონე პატარა ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნებას, რომელიც მისი როგორც კანდიდატი ქვეყნის მიერ არჩეული გზაა, თუ ევროპა ვერ მართავს საკუთარ გადაწყვეტილებების მიღების პროცესს და დაუშვებს უმცირესობა მისი პარალიზება მოახდინოს, მაშინ ეს ნიშნავს, რომ პრობლემა საქართველოს ცდება და ეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაზეც იქონიებს გავლენას, ისევ როგორც მის გაფართოების პოლიტიკაზე და სურვილზე გახდეს ძლიერი ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო ძალა. ლიეტუვას ეს ყველაზე კარგად ესმის. თქვენ იცით, რას ნიშნავს წინააღმდეგ რუსულ დომინაციას, იცით, რომ დემოკრატია ისე არ მოდის მისთვის ბრძოლაა საჭირო. თქვენ დაამტკიცეთ, რომ გამარჯვება შესაძლებელია. ამიტომ აქვს საქართველოს ლიეტუვის იმედი. ამიტომ გვაქვს ევროპის იმედი. თუ ერთად დავდგებით, ჩვენ არა მხოლოდ საქართველოს გადარჩენას შევძლებთ, არამედ შევინარჩუნებთ ევროპის მთლიანობასა და უსაფრთხოებას. Thank you.